შემოდგომის ყვავილე დიდებასთან მივიდა ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოდივიდა გადაცემა ქართული კინომუსიკის შედეგია. გახოთ ამ გადაცემის წამყვანი მუსიკოსი, კომპოზიტორი და კინომუსიკოსი ლია ორაგოლიძე. ხელოვნური გადაცემის თემა გახოთ გამჩენილი ქართული კომპოზიტორის, მეტოდი ბუნდერაზი კომპოზიტორის, კოლიფე კომპოზიტორის, ბიზნა კვალიტეტის შემოქმედება და მისი უკურავი კინომუსიკა. სანამ გადაცემის უშუალო თემებზე გადავიდო და მე ხელოვნური გადაცემის პატრიცემის უცხოი ჩვენს უწმინდეს და უმეტეს პატრიარქ ილიამ მორის ნათელსონას. ეხლა უშუალოდ გადაცემის თემებზე მინდა გადავიდე. ფილმის ნარატივი მინდა შევეხებათ ბიზნა კვალიტეტის გეოგრაფიულ დეტალებს. მოხსენებდა ბატონი ბიზნა კვალიტეტი დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს კახეთის ლამაზეს ქალაქ სიღნაღში. ხოლო პირველ დაწყებითი განათლება მან მიიღო ზოგადად ქალაქ სიღნაღში. მისი დედა გახდა ცნობილი მუსიკოსი ნადირაშვილი, ხოლო 5 წლის ასაკში მის ცხოვრებაში მოხდა უდიდესი ტრაგედია, როდესაც 5 წლის ასაკში ბატონ ბიძინას დედა დაებრუნა. ხოლო ქალბატონ მინუს ძალიან მინდა ბატონ ბიძინა გამოსულიყო გამოჩენილი მუსიკოსი და კომპოზიტორი და მალეს დიდის ანდერძი შეასრულა და ნამდვილად ის გამოჩენილი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მეტყვი კოლიფე კომპოზიტორი. საკუთარი საინტერესო მისი სიმფონიური მუსიკა. 17 წლის ასაკში ბატონმა ბიძინამ ჩააბარა ქალაქ თბილისის ნიჭერთა აწედის სიმებიან განყოფილებაზე, კერძოდ კონტრაბასზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1958 წელს, ხოლო 1958 წელს ის აბარებს ქალაქ თბილისის ამასვანიშის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკალურ განყოფილებაზე, კერძოდ საკომპოზიტორო განყოფილებაზე და იწვდება ისეთ კოლიფე კომპოზიტორის კლასში, რომელიც გახლავთ სიმფონიზმის მამამთავარი დიდი ბუმბერაზი ბატონი ანდრია გალანჩიაძე და მოგეხსენებათ ახალგაზრდა კომპოზიტორისათვის ეს ზოგადად ძალიან დიდი ფუფუნება იყო და თვითონ ბატონ ბიძინა კვალიტეტის შემოქმედებით ისე წარიმართა, რომ მისი მუსიკაც ძალზე მაღალდიდი პროფესიონალიზმით გამოჩნდა განსაკუთრებულ საორკესტრო მუსიკაში და უფრო მეცას დავამატებთ ბატონი ბიძინა გვევლინება ორკესტრის ჯადოქრად სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამაზე, ამას ჩემი ძვირფასი მაყურებელი და მუსიკათმცოდნეებიც დამეთანხმებიან. ხოლო წარმატებით დამთავრების კონსერვატორიის 1953 წელს დაამთავრა ბატონმა ბიძინა კვალიტეტზე, ის გახდა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მისი შემოქმედება წარიმართა შემდეგნაირად. ის მუშაობდა როგორც თეატრში, ასევე კინოში, მას აქვს დაახლოებით 30-მდე არაჩვეულებრივი კინოშედევრები და არაჩვეულებრივი სპექტაკლები აქვს გაფორმებული, მათ შორის მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი ჭინჭრაკა, ძალიან წარმატებით წარიმართა. ეს სპექტაკლი ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა როგორც ექსპერიმენტალური სპექტაკლი დადგა და ძალზე საინტერესო იყო და რუსთაველის თეატრის ზოგადად მცირე დარბაზს მიუძღვნა. ამას გარდა ეხლა მე მინდა ვიდეო მასალაც შემოგთავაზოთ. ბატონ ბიძინა კვალიტეტზე ავტორი გახლავთ ბალეტებისა, მათ შორის ბალეტები ბერიკაობა, ბალეტი მამლუქი, ამას გარდა ბალეტი ანტიკურ თემატიკაზე მედია, ხოლო ახლა მე მინდა ძალიან საინტერესო კადრები შემოგთავაზოთ არქივიდან, კერძოდ შეხვედრა მისი სულიერ ჯერი ახალგაზრდა ბიძინა კვალიტეტსა მსოფლიო მნიშვნელობის ბალერონთან ბატონ ვახტანგ ჭაბუკიანთან, სადაც ის ასმენიებს თავის ნაწყვეტებს ბატონ ვახტანგ ჭაბუკიანს და მინდა რომ ჩემს ძვირფას მაყურებელს გავხსნით
ფაქტი რომ ის უკვე იმთავიდრე ახალგაზრდებიდანვე უკვე ყურადღების ცენტრში იყო და სწორედ ეს არაჩვეულებრივი კადრები მინდა შემოგთავაზოთ, გთხოვთ ჩართოთ ფირი. ახლა ჩვენ მოწმენი ვხდებით იმისა, თუ როგორ იქმნება ახალი ქართული ბალეტი მამელუგი. ბალეტის მუსიკას წერს ახალგაზრდა ნიჭიერი კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე. ბალეტს დგამს რესპუბლიკის სახალხო არტისტი ზურაბ კიკალეიშვილი. მხატვრული ხელმძღვანელია საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ვახტანგ ჭაბუკიანი. უღმესი მადლობა. ხოლო შემდეგ ვიდეო მასალა, რომელიც მე თქვენ მოგახსენეთ, მე მინდა აუცილებლად ჩვენს მაყურებელს ვაჩვენო სპექტაკლი ჭინჭრაკადამ ერთი ნაწყეთი გენიალური სიმღერისა 4 ხმაში, სადაც ყოლიფე მსახიობები მონაწილეობენ. ეს გახლავთ ქალბატონი ზინაიდა კვერინჩხილაძე, ბატონი ეროსი მანჯვალაძე, ულამაზის და უმშვენიერი ქალბატონი მედია ჩახავა და ასევე გოგი გეგეჭკორი და მე მინდა ერთ მნიშვნელოვან თემატიკაზე გავამახვილოთ ყურადღება. აი ეს სიმღერა იმდენად მნიშვნელოვანია ზოგადად სპექტაკლში და ზოგადად ჭინჭაკის წარმატება ძალიან აი ზოგადად ამ მუსიკამ განაპირობა, რომ აქ პოლიფონიური ელემენტები, ზოგადად გურული ხალხური პოლიფონური ელემენტები ძალიან მაღალ დონეზე აქვს გამოხატული ბატონ ბიძინას, ოღონდ თავისისეული ბიძინასეული ხედვით და მე ვფიქრობ ეს ამ სპექტაკლის ერთ-ერთი შედევრი გახლავთ და სწორედ აი ამ ამაღლებული პათოსით მე მინდა სპექტაკლ ჭინჭრაკადან მოგასმენინოთ ეს არაჩვეულებრივი სიმღერა. გთხოვთ ჩართოთ ფირი. Mi sol mi do უღმესი მადლობა. ხოლო შემდეგ ვიდეო მასალა, რომელიც ბატონ ბიძინა კვერნაძის შემოქმედებიდან მე მინდა შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ უკვე ერთ-ერთი გადაცემიდან მისი უკვე ის გახლავთ უკვე ხანში შესული მომავალი თაობისათვის მე ვიტყოდი ერთგვარ დარიგებას წარმოადგენს, თუ როგორი შემოქმედებითი გზები უნდა ეძებონ ზოგადად მუსიკოსებმა, კომპოზიტორებმა, შემსრულებლებმა, თუ როგორ უნდა წარმართონ თავის შემოქმედება და აი როგორ უნდა იყვნენ ისინი წარმატებულები და მე ვფიქრობ ამ ხრივ ეს ვიდეო მასალა, რომელსაც ახლა ჩემ ძვირფას მაყურებელს და მომავალ თაობასაც შევთავაზე, დიდი პატივისცემით მე ვფიქრობ ძალზე საინტერესო იქნება მათთვის. გთხოვთ ჩართოთ ფირი. კარგი თაობა მოვიდა ჩვენთან ძალიან. თაობა ახლა მასიური, მე თაობას ვეძახი ერთ ნახევარი კომპოზიტორი განცდილებას ეს მოვლენა. თქვენ უგონიათ რაღაც მოიტანს წერილობები და კომპოზიტორი გონია. როგორ შეიძლება ეს უნდა შექმნა ახალი მიმართული რაღაც უნდა მოიგონოს შენებული ესეთი და სხვა საკორტ მანამდე მოჩეგათო. ეს თუ არა გაქვს. თუ არ გამოიჭირეთ თავი თუ არა გაქვს მოსმენის უნდა თავის მუსიკის რას წერა, რას აკეთებ, რა შედიხარ და დაანებო თავი ყველაფერს. დღესაც მუშაობ. აი ახლა დამდინდარა და 5-6 საათი ვზივარ მაინც ყოველდღე. შენ მე რა ვიცი, მე არაფერი არ ვიცი. ჩვენსა და კლასიკოსებს შორის ის განსხვავება, რომ შევწავათ ამ ქვეყნიდან არ ვიცით რა შევა ჩვენ. შინასა გარანტია ხო არა? იმას კიდე უკრავენ და უკრავენ, ჩვენ ამას უკრავდნენ, ჩვენს მეც დაუკრავენ და ასე იქნება სულ მუდმივად. რა შეესაბამება?
მაგაზე არ უნდა დაფიქრდეთ თქვენ მაინც. ისინი თავის დროზე მოდასაც უნდა აყვეს, რასაკვირველია. არ უნდა ჩამოჩინო. უღმესი მადლობა. ეხლა რა შეიძლება მის ბიოგრაფიულ შემოქმედებას მე ესე იგი კინომუსიკის თეატრის მუსიკის გარდაბატონებას აქვს შექმნილი არაჩვეულებრივი ნაწარმოები, მათ შორის კინოფილმები აქვს წინვარი, მათ შორის დადატუტოშია ბესტსელერი ბატონ ჭაბო ამირეჯიბის სახელწოდების რომანის მიხედვით რომელიც ძალზე საინტერესო ნაწარმოებია, ხოლო 1993 წელს ბატონო ბიძინა ყველანაირად ისე ძალიან რთულ ჟანრს შეეჭიდა, როგორც გახლავთ ოპერა და მან შექმნა ესე იგი იაკობ ცურტაველის მიხედვით არაჩვეულებრივი ოპერა იყო მერვე საწელსა, ხოლო სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ გამჩენილი ასევე რეჟისორი ბატონი რობიკო სტურიო, ხოლო სპექტაკლმა სრული აშაკლით ჩაიარა და უდიდესი წარმატება ხვდა და სწორედ ამ წვლილისათვის ბატონ ბიძინა ყველანაძემ აი ამ შუშანიკის წარმოებისათვის გადადობებისათვის და მისი წვლილისათვის კინომუსიკისა და თეატრის მუსიკის სფეროში და ამ შემოქმედების განვითარებისათვის ის დაჯილდოვდა არც მეტი არც ნაკლები რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით. რასაკვირველია ეს პრემია დაჯილდო ყველა ადამიანისათვის, შემოქმედებისათვის, ზოგადად ძალზე საინტერესო და ძალზე დიდი ბედნიერება ადამიანთანხმება. ჩემი ძვირფასი მაყურებელი, ხო სიმფონიური შემოქმედებიდან მე მინდა გამოვყო ორი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, ეს გახლავთ სავიოლინო კონცერტი, რომელიც დენაში სპეციალური დიპლომითა და მედალით დაჯილდოვდა, ხოლო ერთ-ერთი შესანიშნავი და ჩემთვის უსაყვარლესი ნაწარმოები სიმფონიური ასევე არ დაგიმალავთ, ეს გახლავთ ცეკვა ფანტაზია ბატონ ბიძინა ყველანაძის შემოქმედებიდან, რომელიც ბრწყინვალე ნაწარმოებია, ბრწყინვალე საორკესტრო ნაწარმოებია და ის გამოვიდა და დაიბეჭდა ერთ ტომში, სადაც შეტანილი არის 50-მდე ღირსშესანიშნავი სიმფონიები და მათ შორის ბატონ ბიძინა ყველანაძის სიმფონიები. ახლა შეიძლება ჩემი და ბატონ ბიძინა ყველანაძის ურთიერთობას მოგეხსენებათ, მე საკომპოზიტორო მაქვს დამთავრებული კომპოზიტორი გახლავთ, ხოლო მე მქონდა უდიდესი ბედნიერება ბატონ ბიძინა ყველანაძესთან მქონოდა ეს შეხება, როგორც შეგირდისა მოსწავლისა ამ დიდ კორიფე კომპოზიტორთან, ის მიკითხავდა ორკესტრობას და ერთ დღეს მე ბატონ ბიძინას დავუსვი ასეთი შეკითხვა და მაინც ბატონო ბიძინა მაინტერესებს თქვენი ორკესტრის საიდუმლოება, თუ რაში გამოიხატება ეს საიდუმლოება და ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგი პასუხი გამცა ამ თემატიკასთან დაკავშირებით და ეს მთელი ცხოვრება რასაკვირველია, როგორც მისი გარიგება მომყვება თან და უდიდეს ბედნიერებას განიცდი. მან მითხრა, რომ იმისათვის, რომ შემოქმედმა და კომპოზიტორმა ორკესტრის ბალანსი დაიცვას, ამისათვის ყველა საკრავები მათ შორის ეს იქნება რითმის ჩასაბერი, ხის ჩასაბერი, დასარტყმელი, სიმებიანი თუ ასე შემდეგ ბალანსი ყოველთვის უნდა იყოს დაცული და შემდეგ თავისი ჩვეული იუმორი და ხუმრობით მან აი ესეთი შედარება გამიკეთა, რომელიც არასოდეს არ დამამისლებოდა ჩემი ძვირფასი მაყურებლებისათვის და ზოგადად მუსიკოსებისთვისაც მე მგონი ეს უცნაური და ძალზე საინტერესო იქნება. აი ავიღოთ ქართული საჭმელი აჯაფსანდანი და მისი ინგრედიენტი თუნდაც ერთი რომ დავიღოთ, ის ხომ ასეთი გემრიელი არ იქნებაო. აი აქ ჩავთო მან მისი იუმორისტული ესეთი დამჭრიახი გონება და ეს ნამდვილად არასოდეს არ დამავიწყდა. ამას გარდა რადგან იუმორისტულ ნაკვესებზე წავიდა საქმე და მის არაჩვეულებრივ გამონათქვამებზე ორმა დგას აუცილებლად გაგზიარებდა, ვფიქრობ ძალიან დაგაინტერესებს. ერთი ის რომ მოგეხსენებათ ბატონ ბიძინა ყველანაძის არაჩვეულებრივ ულამაზესი მეუღლე ქალბატონი ნუგეშა მესხი, რომელიც წინვარ პიანისტი გახლავთ, ასოცირებული ესა პროფესორი, კონცერტ
კონსერვატორიისა ერთ სახლში ბატონმა ბიძინამ თავისი ულამაზესი ცოლ-შვილი გაუშვა. დასასრულებლად ხოლმე როდესაც ბატონმა ბიძინამ მოიწია, მას დაუსვეს ასეთი შეკითხვა: ბატონო ბიძინა, რატომ ხართ მოწყენი? და მან კიდე თავისი ესეთი ხარტული გონებით უპასუხა: რა ვქნა, უმუგეშოდ ძალიან მოვიწყილეო, ესე ერთი. მეორე ესეთი იუმორისტული ნაკვეთი ასევე შეუთავაზა და გამიზიარა მისი ფურვალე ემოციები ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ნიჭერთა ათლის მუსიკალური გაყოფილების გამგებ, ნიჭერესმა მუსიკოსმა, ქალბატონმა მზია გოგიშვილმა და აუცილებლად მინდა გამიზიაროთ ესეც. როდესაც კონსერვატორიაში კათედრის სწავლა მიმდინარეობდა, დააგვიანდათ სამი გუმბერას კომპოზიტორებს, ესენი გახვდათ ბატონი სულხან ნასიძე, ბატონი სულხან ცინცაძე და თქვენი მონამორჩილის აღზევი პედაგოგი, ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი ბატონი ალექსანდრე შაბაზაშვილი. ბატონმა ბიძინამ მეორე სართულიდან მათ გადმოხედა და უთხრა: ბატონებო, ერთი ოქტავით მაღლა ამოიწიეთო და რასაკვირველია ქალბატონ მზიას განმოცებით მთელი ის დღე, მთელი კონსერვატორია აი ამ არაჩვეულებრივ იუმორისტულ ცხადულ გამონათქვამზე საუბრობდნენ ბატონო ბიძინაზე. აი სწორედ ეს ერთი მხარე ბატონო ბიძინასა და მეორე მხარე ის, რომ ის ძალიან დიდი თავდაბლობი და ზეადამიანური თვისებებით გამოირჩეოდა და ჩვენი ბოლო შეხვედრა აი სწორედ მის დიაგნოზაზე, სწორედ ეს მიუთითებს ჩვენი ბოლო შეხვედრა გახვდა და თბილისის ერთ ტრანსპორტში, კერძოდ მეტროში და როდესაც მე დაუსვი შეკითხვას თუ ის მე რას მისურვებდა, მან ესე მითხრა, რომ ლია შენაირი მუსიკოსები, ნიჭიერი კომპოზიტორები ჭირდება მომავალ თაობას მუსიკალურ სამყაროს და მე შენ დაგლოსავ და ასეთი შემართებით გააგზავნე. რასაკვირველია, ეს ჩემთვის უდიდესი შეფასება გახვდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამის შემდეგ მან მამაშვილად გადამკოსნა და მე ამას თვალცრემლები ვიხსენებ ზოგადად. წარმომიდგება ხოლმე ეს კადრები. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება მემახსოვრება უდიდესი მადლიერებით, უდიდესი ამაღლებული გრძნობით, რომელსაც უდიდესი კომპოზიტორი ბატონი ბიძინა, გენიალური კომპოზიტორი, კორიფე კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე ფრია. ეხლა რაც შეეხება იმ ფილმებს, რომელიც მე დღეს ვქენდა, წარმოგიდგინოთ პირველი ფილმი, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ, მე ვფიქრობ, ეს არის შედევრალური ფილმი, რომელიც 1959 წელს უნიჭიერესმა რეჟისორმა ლევან ხოტიგარმა გადაიღო ეს ფილმი. ხოლო საბჭოთა კავშირის იმდროინდელ კინოთეატრებში გამოვიდა 1961 წელს. ხოლო ფილმში მონაწილეობენ ისეთი კორიფე მსახიობები, როგორებიც გახლავთ ბატონი გიორგი ჟურაშავულიძე, რომელიც მერაბ ჯაფარიძის როლს ასრულებს ერთ-ერთი გმირის მთავარი გმირის როლს, ასევე ულამაზესი ქალბატონი, ულამაზესი მსახიობი ქალბატონი დუდუხანა წეროძე, ასევე გრიგოლ თაბაძე უნიჭიერესი ბრწყინვალე მსახიობი, როგორც შესანიშნავი დასი, ასევე ზურაბის როლს თამაშობს ბატონი იმედო კახიანი, ხოლო ნანის როლს თამაშობს ქალბატონი ლია ელიავა და სხვები და სხვები. ფილმის სიუჟეტი გახლავთ ასეთი: ინჟინერმა მერაბ ჯაფარიძე ჰიდრო ელექტროსადგურის მშენებლობის დროს უდიდესი შეცდომა დაუშვა მან, ესე იგი მშენებლობა დააჩქარა, რასაც მოხდა ერთ-ერთი ფილმის გმირის კერძოდ ზურაბის გარდაცვალება და რასაკვირველია ფილმის დრამატურგიული ხაზი სწორედ ესე მიმდინარეობს ფილმში და კიდევ ერთ განმეორებას მინდა გავუსვა ხაზი. ზოგადად ქართული კინემატოგრაფია, ჩვენი ქართული კინემატოგრაფია იმით არის მნიშვნელოვანი, ყოველთვის ზოგად საყოფაცხოვრებელ რეალისტური ცხოვრებისეული მოვლენებს აშუქებენ ჩვენი ძვირფასი გენიალური კინორეჟისორები და ჩვენ ამით ვართ ბედნიერები. ხოლო ეხლა რაც შეეხება ვიდეო მასალას, რომელიც მე ფილმიდან უნდა შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ სტიგის თემა და ალბათ ბევრი კომპოზიტორი და ბევრი მუსიკოსი და მე მოწმება იმ ფაქტზე, რომ თუ რა
რაოდენ რთულია ზოგადად კომპოზიტორისათვის სტიქის თემატიკის გაშერება ორკესტრის თვალსაზრისით და ეს სწორედ ამის ნათელი მაგალითი გახლავთ რატომ ბიძინას არის გაფორმებული არაჩვეულებრივი საუნდტრეკი ფილმისა, რომელიც სტიქის სცენა, ვიდეო მასალა უნდა შემოგთავაზოთ მე თქვენ დიდი პატივის ცემით გთხოვთ ჩართოთ ფილმი. ხოლო შემდეგი სცენა, რომელიც მე თქვენ ფილმიდან უნდა შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ უკვე სასამართლოს თემა, როდესაც მირაბ ჯაფარიძის უკვე გადასახლებაში განაჩენს გამოუტანებენ, ხოლო მუსიკა იმდენად ამაღლებელი და გულში ჩავწვდომია. მე ვფიქრობ, ჩვენ ძვირფასი მაყურებელი ცრემლებისა და ემოციის გარეშე ნამდვილად ვერ უყურებს ამ კადრებს და აქ ხდება სოლშულთან დამშვიდობება და სწორედ ეს კადრები მინდა შემოგთავაზოთ. გთხოვთ ჩართოთ ფილმი. ხოლო შემდეგი სიმღერა, ანუ საუნდტრეკი ცნობილია ამ ფილმიდან განაჩენი, რომელიც მე დღეს თქონდა შემოთავაზოთ, ეს გახლავთ გამოჩენილი ქართველი პოეტის პეტრე ბაგრატიონ გრუზიის ტექსტზე შექმნილი არაჩვეულებრივი სიმღერა, კიდე ასეთია ფოტიკაცის ბედი, სადაც მე მუსიკოსების ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ფაქტზე, ამ სიმღერაში არის ერთი უშუალო ულამაზესი ჰარმონიული გადასვლა, რომლის მსგავსი მე ზოგადად ქართულ სამშობლო სივრცეში თუ კომპოზიტორების შემოქმედებაში ნაკლებად შემოქმედია და აიღაც თავისი მუსიკალური ენის დრამატიზმი გააოცებს ბატონი ბიძინა კვერნაძის შემოქმედება ზოგადად მისი კინომუსიკა, ხოლო რაც შეეხება კრიმინალებს, რომელიც აი ამ პატარა ვიდეო მასალაში არის გამოხატული,
ესე იგი შემოქმედებითმა ჯგუფმა კერძოდ ლევან ხოტივარმა ერთ-ერთში მოძებნა ის მსახიობები ისეთი გარდასახვა გააკეთეს განსაკუთრებით მე მინდა ხაზი გაუსვა ახმახას როლის შემსრულებს უნიჭიერ მსახიობს ბატონ ვახტანგ შესრულებას რომლის ნიჭიერებას მე ვფიქრობ ზღვარი არ აქვს და ვფიქრობ გადაცემის ერთი ნაწილიც კი არ ეხობა ასევე არაჩვეულებრივად თამაშობს აბესალომ ლორია სხვები და აი ხა ასეთი ამაღლებული განწყობით მე მინდა ეს სიმღერა შემოგთავაზოთ როგორც მოგახსენათ ტექსტის ავტორი გახლავთ პეტრე ბაგრატიუძის კილო სიმღერას ქვია ასეთია ფოტიკაცის ფერი გთხოვთ ჩართოთ ფირი ასეთია კურდი კაცის ბედი ბათერაკი უკან დამდელს მუდა და სიცოცხლის ნახევარზე მედი ციხე გავატარო და სიცოცხლის ნახევარზე მედი ციხე გავატარო მე საგანში მოკვდე და ვიკარაგო რა უღოთ რომ წასვერო ფედავდია ამაყვავებს ვინ დაიჭერს კარაგო კალიაში ბულბულები ზია ამაყვავებს ვინ დაიჭერს კარაგო კალიაში ბულბულები ზია ვალეთაფით გამგზავნიან ალბა ხოლო შენთან განშორება მიჯი ხოლო შენი სიყვარულით დალბა ინის გული ერთი კურდი ბიჭი ხოლო შენი სიყვარულით დალბა ინის გული ერთი კურდი ბიჭი მე საგანში მოკვდე და ვიკარაგო რა უღოთ რომ წასვერო ფედავდია ამაყვავებს ვინ დაიჭერს კარაგო კალიაში ბულბულები ზია ამაყვავებს ვინ დაიჭერს კარაგო კალიაში ბულბულები ზია უღმესი მადლობა ხოლო უკვე ფილმის დასკვნის ნაწილიდან მე უნდა ვთქვათ ეს მნიშვნელოვანი რა როდესაც უკვე გადასახლებიდან ბრუნდება ბატონი მერავი თავის მშობლიურ ქალაქში სამწუხარო ფაქტი ხდება მას უკვე თავისი ცოლი ულამაზესი ქალბატონი გადასვლილი ხდება ხოლო ბავშვებს დაეძებს ბავშვებსაც ვერ პოულობს ეს კიდე ერთი დიდი ტრაგიკული განწყობა ამ გმირისა რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებ ხოლო საოცრად ყველაზე დიდი ტრაგიზმი გამოიხატება იმაში დასკვნის სცენაში როდესაც თავისი შვილები აღმოჩნდება არც მეტი არც ნაკლები მოსამართლის სახლში რომელმაც თავად გამოუტანა განაჩენი და ეს ვფიქრობ კიდე რაღაც ცალკე ამაღლებული თემა გახლავთ ხოლო რაც შეეხება ფილმის მუსიკას მე ვფიქრობ ზოგადად ბატონ ბიძინა ყველაზე შემოქმედებითი
შემოქმედებაში ეს ერთ-ერთი სიმფონიური მისი ორკესტრის ერთ-ერთი მწვერვალი გახლავთ. ხოლო ხა რაც შეეხება ჩემს პირად სუბიექტიურ შეხედულებას, ბატონ ბიძინა კვერნაძის ორკესტრობასთან დაკავშირებით, ჩემ მოგზაურობის შეხედულება გახლავთ ასეთი, მან დაამკვიდრა ქართულ სიმფონიურ ორკესტრში და სიმფონიზმში ორიენტალური აზროვნება, ყარად დაბუზებული ქართულ ჰარმონიაზე და ეს მისი უდიდესი გამარჯვება გახლავთ და ასევე ძალზე საინტერესო მისი დამოკიდებულება დროსა და სივრცესთან მიმართებაში. ხოლო ეხლა რაც შეეხება თვითონ ბატონ გიორგი ჟურაშაბულიძის თემას ამ მსახიობისა, თქვენ იცით რომ ფილმის დასკვნის ნაწილში ბატონი გიორგი ჟურაშაბულიძე გარდაიცვალა, მას ტრავმა დაარტყა და ეს იყო ქართველი ერისთვის ზოგადად უდიდესი ტრაგედია. ხოლო ამ მომენტში მე წავიკითხე ბატონ გივი ბერიკაშვილის ჩანაწერები მარჯანიშვილის თეატრში, ესე იგი მთელი თეატრი სპექტაკლი ხომ გაჩერდა, დასი გაჩერდა, მაყურებელთა წამოდგა, ხოლო ქალბატონი გერიკო ანჯაფარიძე ვერაფრით ვერ გააჩერდა, როდესაც ქალბატონი გერიკო ანჯაფარიძე უკვე კლინიკაში მივიდა, მას რატომაც ბატონი გიორგი ცოცხალი ეგონა და ვერაფრით ვერ გააგებინეს, რომ ეს უკვე გარდაცვლილი იყო და როდესაც მან ეს დიდი ტრაგედია გაიგო გადმოცემით ქალბატონმა გერიკო ანჯაფარიძემ ბატონი გიორგი ჟურაშაბულიძე დაიჭირა როგორც ღვიძლი შვილი. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტია, ხოლო ეხლა შემოქმედებითი ჯგუფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე დადგა ზოგადად შემოქმედებითი ჯგუფი, იმიტომ რომ შეეცვალა ადამიანი ერთ-ერთი, რომელიც ბატონ გიორგი ჟურაშაბულიძეს ძალიან გავდა და ერთვენიერ დღეს ბატონ გიგა ლორდ-კიპანიძის გადმოცემთ, რომელიც ფილმის სცენარის ავტორი გახლავთ, ესე იგი შემოდის სტუდიაში არც მეტი არც ნაკლები ძალიან მსგავსი ადამიანი ბატონ გიორგი ჟურაშაბულიძისა, ხოლო ხმის ტემბრი როდესაც მათ გაიგეს, ეს უკვე მთელი დასი, ესე იგი შიშის სრჭოლამ აიტანა. ეს გახდა თბილისელი ტაქსისტი უცხოელი სერგო ოგანოვი და მან თავისი ღირსეულის აქციებით მე ვფიქრობ ქართულ კინემატოგრაფიაში თავისი სახელი ისტორიაში შეიტანა როგორც ოქროს ასოთით, იმიტომ რომ მან ძალიან ღირსეულად ითამაშა ბატონი ჟურაშაბულიძე, დიდი პატივისცემით, დიდი მადლიერებით მიიღო ეს მისი როლი და ამას გარდა, როდესაც მან თავისი ჰონორარი აიღო 12,000 მანეთი იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ვალუტით უკრებით ეს თანხა მიუტანა ბატონ ჟურა გიორგი შაბულიძის ცოლშვილს და ეს ასაკობრივია ძალიან ამაღლებული და მისაბაძი ჟესტი იყო მისი მხრიდან. ეს მინდოდა მე თქვა ამ ფილმთან დაკავშირებით და ეხლა მინდა გთხოვთ ჩავთოთ ეს ფილმი.
ერთხელ და წარმოგიდგენთ ეს გახლავთ 1962 წელს გადაღებული არაჩვეულებრივი ფილმი შეხვედრა. მთაში ცნობილი რეჟისორის ნიკოლოზ სანჩურის მიერ, ხოლო სცენარის ავტორი გახლავთ პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი, ხოლო ამ ფილმიდან მე მინდა დღეს შემოგთავაზოთ არაჩვეულებრივი სიმღერა გაზაფხულდა აყვავილდა ნუში, ხოლო ტექსტის ავტორი გახლავთ ასევე პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი და ზოგადად ამ სიმღერის ტექსტთან ჩვენ შეხება გქონდა, როდესაც ბატონ რევაზ ლაღიძის შემოქმედება გავიარეთ. ზოგადად ბატონმა ნიკოლოზ სანჩურმა ორ დიდ კოლექტივს შორის ჩააგდო უდიდესი ინტრიგა და მათ მიცა ერთი და იგივე ტექსტი და ქართულ საშემსრულო სივრცეში შეიქმნა ორი არაჩვეულებრივი სიმღერა გაზაფხულდა აყვავილდა ნუში, ერთის ავტორი გახლავთ ბატონი რევაზ ლაღიძე, ხოლო მეორისა ბატონი ბიძინა კვერნაძე და ფილმში ლალი მინდების ხელსასროლ ასრულებს და მზვინარის ხელსასროლს არაჩვეულებრივი ულამაზესი მსახიობი ქალბატონი ლეილა აბაშიძე, ხოლო სიმღერას აფორმებს გამოჩენილი ჩვენი სასწავლებელი ნანი ბრეგვაძე და დიდი პატივის ცემით ბიძინა კვერნაძისეული ვერსია ამ ფილმიდან გაზაფხულდა აყვავილდა ნუში მინდა შემოგთავაზოთ. გთხოვთ ჩართოთ ფირი. Gazapulda aყვავილდა ნუში იღიმება ლურსტვალებაია სიტყვა ისე შემოიჭრა გუში თითქოს გული დამრჩებოდეს ღია მარტობის თვეს როგორ გავძლო მარტო ყვავილების ფიფხიც ვივაციდან ყვავილების სურნელება მათო სიყვარული მინდა Karatore mia samni surne Droga tam zgaza puliznia Sija bugasi zamarivitsava Daik neba gvia Gazapulda aყვავილდა ნუში Gazapulda aყვავილდა ნუში იღიმება ლურსტვალებაია სიტყვა ისე შემოიჭრა გუში თითქოს გული დამრჩენოდეს ღია მარტობის თვეს როგორ გავძლო მარტო ყვავილების ფიფხიც ვივაციდან ყვავილების სურნელება მათვს სიყვარული მინდა ჩქარათორე მიასამნი სურნე დროგა там გაზაფხულიზნია
ხოლო შემდეგი სიმღერა ამ ფილმიდან, რომელიც მე უნდა შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ სიმღერა, ლირიული სიმღერა, ლირიზმით გაჯერებული სიმღერა ეს გახლავთ მინდორთა მაჩვენებლობა, არტო გაშლილობელა და რომელსაც ასრულებს უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობი მარიამ რონიშვილი, ხოლო მას პარტნიორობას უწევს ანსამბლ შვიდკაცას ასევე უნიჭიერესი მომღერლები ბატონი დავით ნოზაძე და ნიკოლოზ კირვალიძე, ხოლო სადირიჟო პულტთან დირიჟორობს ბატონი ნიკოლოზ რაჭველი და ასრულებს ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ეს ჩანაწერი ზოგადად 2013 წელს გახდა და ეს დიდი პატივისცემით მინდა შემოგთავაზოთ ეს ჩანაწერი. გთხოვთ ჩართოთ პირი. მადლობა. ხოლო შემდეგი ფილმი, რომელიც მე თქვენ დღეს უნდა შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ ფილმი ბესტსელერი რომანისა ბატონ ჭაბო ამეჯიბის მიერ შექმნილი დადადოთაშია, რომლის გაფორმების დროსაც მე გადაცემის დასაწყისში მოგახსენებთ ბატონ ბიზნიაკონიძე დაჯილდოვდა არც მეტი არც ნაკლები რუსთავის სახელობის საპატიო ჯილდოთი, ხოლო ფილმში მონაწილეობენ ისეთი კორეფი მსახიობები, როგორც გახლავთ ბატონი ოთარ მერვინეთუცესი, ხალბატონი ქეთევან კიკნაძე, ასევე სოფიკო ჭიაურელი, ასევე კარლო საკანდელიძე, იმედო კახიანი,
გურამ სახარაძეს ხვები და სხდები. ხოლო ფილმის რეჟისორი გახლავთ ბატონი გიგო კეპანიძე და გიზო გაბისკირია, ხოლო სცენარის ავტორი გახლავთ ბატონი ჭაბო ამირეჭი. მე ხა ფილმის სიუჟეტზე ზოგადად არ დავკონკრეტდები ვინაიდან და რადგანაც ეს სიუჟეტი ჩემო ძვირფასმა მაყურებელმა და საზოგადოებამ რომ ძალიან კარგად იცით, უბრალოდ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას ფილმში გამოყენებული არის ესე იგი სიუჟეტი, რომ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთს საქართველოს დაძაბული პოლიტიკური ვითარება და ამას გარდა ფილმში ეროვნულ გმირად გვევლინება აბრაგი დათა თუთაშია, რომლის როლს შესანიშნავად ასრულებს ბატონი ოთარ მეხმიერ-თუხუცესი. ეხლა მე ძალიან მნიშვნელოვანი საუნდტრეკი მინდა შემოგთავაზო ფილმიდან, რათა ჩემს ძვირფას მაყურებელს განწყობა შეექმნეს ზოგადად ფილმის მუსიკაზე და მინდა გაგაცნოთ ეს ბრწყინვალე სიმფონიური ტილო დათა თუთაშიიდან. გთხოვთ ჩართოთ ფილმი. ხოლო შემდეგი ვიდეო მასალა, რომელიც მე თქვენ უნდა შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ უკვე არქივიდან, სადაც უკვე ნაჩვენებია თუ როგორ მიმდინარეობდა სიმღერაზე შემოთქმის ყვავილებს, რომლის ტექსტის ავტორი გახდა ბატონი გალაქტიონ ტაბიძე, მუშაობა და ზოგადად ეს არაჩვეულებრივი სიმღერა ჰიტის შემოთქმის ყვავილებს ბატონმა ბიძინა კველაძე მისმა თავის ულამაზეს მეუღლეს ნუგეშა მეს და სწორედ ეს შემოქმედებითი პროცესი არის გადაღებული და მე ვფიქრობ რომ ჩვენი ძირფასი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ხო ჩართოთ ფილმი. სულო რა გემართება. გემართება. მულო რა მოგივიდა. გონი გადავაყიდავ ეთაპას. და რა მოვა მე მისეს. შემოდგომის მოვინა.
სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შეიქმნას მუსიკალური ნაწარმოები. მუსიკალური ნაწარმოები, იმიტომ თავარი თემა, თავარი და ეს არის უბედურება, რომ შენ არ აკეთებ ჩვენთვის, ჩვენ თეატრისათვის ერთ კარგ მუსიკალურ ნაწარმოებს, იმიტომ რომ იმდენად გაჭირდა ქართული სიმღერაში, იმდენად გაჭირდა ნამდვილი ქართული სიმღერა, შენ ჩემზე კარგად მოგეხსენება, რომ წავიდა ჩვენგან თუხაგელესელიძე, წავიდა რეზო ლაღიძე, წავიდა გოგი ცაბაძე, ბოლო დარტყმა ჩვენი, ასე თქვათ, ამბავი და სიმღერის დამწერი თორაძე გუგული წავიდა ჩვენგან და ესე იგი ნამდვილი ქართული სიმღერის დამწერი თითოეულა კაცი დარჩენდა. თქვენს თუ ამაში არ ამოგვიდეკით მხარში და თუ არ შევავსეთ ის რაღაც საოცარი სიცარიები, რომელიც გაჩნდა ქართულ სიმღერაში, ეს შეუძლებელი ამბავია. დიდი სიამოვნებით ეს მოხდება ალბათ მე დაპირებული. და არა თუ მარტო სპექტაკლი, ჩვენ ფილმიც უნდა გავაკეთოთ, მუსიკალური ფილმიც უნდა გავაკეთოთ. შემდეგი ვიდეო მასალა, რომელიც უნდა შემოგთავაზოთ, ეს უკვე გახლავთ სალონური სახალო, ხოლო აქ ხდება ამ სიმღერის გაჟღერება შემოდგომის ყვავილებს და არაჩვეულებრივი არისტოკრატი ქალის როლს თამაშობს ქალბატონი სოფიო ჭიაურელი, ძალიან ლამაზად, ძალიან დიდი გარდასახვით ნანა თავკელიშვილის როლს, ხოლო კადრებში ვხედავთ ბატონ გურამ სახარაძეს, ბატონ გიორგი გეგეჭორს, ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცეს და ძალზე შთამბეჭდავი კადრებია და მინდა გავიზიაროთ ეს არაჩვეულებრივი კადრები. თხოვთ ჩართოთ ფირი. შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიდა ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოდივიდან ვარდები
უღრმესი მადლობა. ხოლო შემდეგი ვიდეო მასალაც მე თქვენ უნდა შემოვთავაზოთ ვინაიდან და რადგან ზოგადად განაწილის ფორმატი ვერ იძლევა იმ საშუალებას რომ 7 სერიანი ფილმი ზოგადად და მისი კინომუსიკა მე თქვენ წარმოვიდგინოთ, ამიტომ მე გადავწყვიტე ვიდეო კოლაჟი მომეწოდებინა ჩემი ძირფას მაყურებლებისათვის სანახაობრივად და ძალზე საინტერესო, ხოლო აი ვიდეო კოლაჟს დირიჟორს ახმით და წაფონებს ჩვენი სასიკადულო ბრწყინვალე დირიჟორი ბატონი ჯანსუღ პრახიძე და აი სიმფონიურ ფილმზე მას ლაით თემის სახით გასდევს მისი არაჩვეულებრივი ხმის ტემპი და მე ვქვი ჩემი ძირფას მაყურებლებისათვის ეს ვიდეო მასალა ძალზე საინტერესო იქნება. თხოვ ჩართოთ პირი. უღრმესი მადლობა. ხოლო შემდეგ ვიდეო მასალა, რომელიც მე თქვენ უნდა შემოვთავაზოთ, ეს გახდა არქიპოს ერთულის მამა და მარჩეტალის სცენა. აი აქ უკვე ისეთი აზრია ხაზგასმული ზოგადად ფილმის სიუჟეტში, რომ რაც არ უნდა თავგანწირული იყოს ეროვნული გმირი, რაც არ უნდა იცავდეს ზოგადად ხალხის ინტერესებს, ხალხი ბრბოა ზოგადად აქ საუბარია გაუნათლებელ ხალხზე, რომელთა წერა-კითხვაც კი არ იციან და საერთოდ განმოსცემს ნიჭიერი მსახიობი ვასილ ჩხარიძე, ასევე ფილმში დაკავებული არიან 100.000 სოლში ბრწყინვალე მსახიობი, კორიფე მსახიობები ვიტყვი ქალბატონი სესილია თაყაიშვილი და თუ როგორ ქოლავენ ჩვენს ეროვნულ გმირს და როგორ ხდება მისი ესე იგი ჩაქოლვა, ბულინგი ეს თვალნათლად ჩანს ამ კადრებში და შესანიშნავი კადრები მე მინდა შემოვთავაზოთ და მუსიკა ხომ ბრწყინვალე და ზეამაღლებული გთხოვ ჩართოთ პირი. პოლიქრონიო ენა იყოს დაგაგონება ეს ამასიკით მარტო არქიპო თუ გიხსენებიათ ჩვენი მამა და მარჩენალი
არჩი მომისხოდეს და თქვენ გაიგონეთ? ამდენ სახელს ვირითქვის ერთად დაგვასწავლეთ თორემ დავიღობეთ და სარეს. ნოსო. აბარ გასწავლით? აღალზე დაგიწერთ და მოგიტან. სერაპიონმა კეიცის ასოების გარჩევა და დაგეხმარება. ახლა დავიღუპეთ ხესვიანა და ცოლშვილიანა. გავწყვეტ წელში სერაპიონა მისი წილი მიწისტრევი. ვინ მიცემს მაგის ნება? იცი სასწრები და უნდა მოგეხმაროს უთაჭიდოს. აბარავ, კი აბა, მე წუღების ხელმაც მეხერხება. რა ვქნა აცი? წუღებით უსაცილოდ შედიდორო. ხო. რა შვებით ხალხო, რას გევხართ თუ ხედავთ ამას? ვინ ხართ ხეუბედურებო, რა ჯიშის ხართ? რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელასეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა? არ ფიქრობ? ვერ ხედავთ ამას? რაო მაკაცმა? რაო და მარჩნავზე მამაძაღლიო და თაბაგარზე მოსასპობიო? მოსასპობი და მამაძაღლიო? გაგოუბედუროს უნდა ხომ? დასხეთ მაგათ ბიჭებო, დასხეთ. დამბანკებია ბიჭებო, მაგეთ, დამბანკები. უღმესი მადლობა, ხოლო ფილმის დასკვნის ნაწილში მე მინდა შემოვთავაზოთ ასევე სიმღერა შემოდგომის ყვავილებს ორკესტრის თვალსაჩინოების თვალსაზრისით ამ სიმღერას არჩევით დასრულს ავტორი ნანი ბრეგოძე, ხოლო სადირიჟორთან ბატონი ნიკოლოზ რაჭველი, ნიკოლოზ მემანიშვილი და ასევე ევგენი მიქელძის სახელობის ჩვენი სასკაბლო ორკესტრი. გთხოვთ ჩართოთ ფირი. შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიდა ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან ვარდები არ არიან მაგრამ რამე ვარდება სუდო რა გემართება გულო რა მოგივიდა ვარდები არ არიან მაგრამ რამე ვარდება სუდო რა გემართება გულო რა მოგივიდა გემართება გულო რა მოგივიდა უღმესი მადლობა, ხოლო
ხოლო შემდეგი ფილმი, რომელიც მე ჩემ ძვირფას მაურობას და წარუდგინო ეს გახლავთ, არც მეტი, არც ნაკლები უდიდესი ჰუმანოიდი მწერლის ბატონი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმი თეთრი ბანჯარები, ასევე გამოყენებული მზიანი ღამე მოთხრობაც, ხოლო ფილმის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც გახლავთ ჩვენ უნიჭიერესი კორიფე რეჟისორი ბატონი გიგა ლორთქიფანიძე, ხოლო ფილმის სიუჟეტი ზოგადად ციხეში მიმდინარეობს და სრულიად უდანაშაულო ზაზა ნაკაშიძე, რომელიც რატომღაც მოხვდება რესტორანში რაღაც გაუგებრობაში, ჩხუბში მონაწილეობაში, შემთხვევით მოხდება და აი ფატალურად მთავრდება ზოგადად ეს ამბავი და ამიტომაც ის გონიათ ყველი და მას დაიჭერენ, ის მოხდება ციხეში სხვადასხვა კრიმინალურ ადამიანებთან ზოგადად და რაც საკვირველია მისთვის ეს ხვედრი ციხეში ყოფნისა ძალიან რთულია და ძალიან რთული გადასატანია. ხოლო ფილმში თამაშობენ ისეთი კორიფე მსახიობები, როგორიც გახლავთ აი ლიმონას როლს თამაშობს ბატონი გია ბურჯანაძე, ტიგრანას როლს თამაშობს ბატონი გიბრიკაშვილი, შოლშიას როლს თამაშობს ბატონი რამაზ ჭიკვაძე, ნინო ექიმის როლს თამაშობს ბატონი ნინო ლორთქიფანიძე, გოგოლის როლს თამაშობს ბატონი გურამ ბირცხავა და სხვები ხა სარალიძის როლს თამაშობს ბატონი მოთან მერვინე თუხუცესი და ეხლა მე ფილმიდან მინდა შემოგთავაზოთ არაჩვეულებრივ სასიყვარულო სცენა ლექსი, რომელსაც უძღვნის დიდი სიყვარული ნინო ექიმს ლიმონა, ეს გახლავთ ტანო გთხოვთ შართოთ ფირი. ადაგუპო, დავდარიანო. არ მომეკარო. არ მომეკარო. ტანო. გულწარუ ტანო. უცხოდ მარებო. ძილფო კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო, წარწამწამ თვალნო, მისათვალნო შემაზარებო, ძოწლავ ბაგეო, დამდაგეო სულთ წამარებო, პირო მთვარეო, მომიგონე მზისა დარებო, შენ მაგონება მიმამსგავსა მილეუნ მთვარეს, სიცოცხლის ნაცვლად მოვისწრაფი სიკვდილსა მწარეს. მოდით მიჯნუნო, შემიბრალეთ, მოუვლეთ ჩემს სარეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ დამფალთ სამარეს. ვახ სიცოცხლეო, უღმართო, დანაცარებო. დანაცარებო. ხოლო შემდეგი ვიდეო მასალა, რომელიც მე ფილმიდან უნდა შემოგთავაზოთ, ეს გახლავთ ლიმონას სიმღერა. თაობები მიდის, ზოგადად კომპოზიტორის სიმღერებს უკვე სხვა თვალით ხედავენ, სხვანაირად აღიქვამენ, ანუ სხვა იმპროვიზირებას უკეთებენ და სწორედ აი ამ კუთხით მე მინდა 2013 წლის ჩანაწერი შემოგთავაზოთ ალსა შვიდკაცის უნიჭიერესი მოხლის და ნოზაძის შესრულებით, ანუ ლიმონას სიმღერა გიტარის თანხლებით, გთხოვთ ჩართოთ ფირი. გული დამრთხალი ჩიტია დარაჯებად განა გაძარცული ხები თოს ციხის მიღმა მიდიან და
დარჩენი სიცოცხლის დღები თოს ციხის მიღამიდიან დარჩენი სიცოცხლის დღები გული დამთხალი ჩიტია სიჭაბუკე მომილოცე სიხის კედლებმა თოს ციხის მიღამიდიან დარჩენი სიცოცხლის დღები თოს ციხის მიღამიდიან დარჩენი სიცოცხლის მადლობა. ხოლო შემდგი ვიდეო მასალას მე თქვენ ფილმიდან და შემოგვიყვეს გახლავთ დედის მონოლოგი, რომელიც ხალხზე აღავლებული მონოლოგი გახლავთ და წინვალეთ ასრულებს სასიკადულო ჩვენი მსახიობი, წინარი მსახიობი ქალბატონი ქეთევან კიკნაძე. ხოლო აი ამ კადრებში მოსამართლე დედას უსვამს ასე შეკითხვას. თქვენ იცით საქართველოს ზოგადად დედაშვილური თემატიკა როგორ ამაღლებული თემატიკაა ზოგადად. აი რომ გავანთავისუფლოთ თქვენი შვილი ამ შემთხვევაში ქალბატონო თქვენ რას იზამთრებთ და ესე იგი ზაზანაკაშვილის დედა პასუხობს რომ ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნებოდა და არა მარტო ჩემს შვილს არამედ ყველა შვილებს გავანთავისუფლებდი ხოლო აი ამაზე გამოვიყენდი თეთრ ბაირაღებსო და ზოგადად ეს თემატიკა მიუხედავად იმისა რომ ეს ფილმი გადაიღეს 1990 წელს და მას შემდეგ უკვე 26 წელი გავიდა დღესაც აქტუალურია დედაშვილური თემატიკა, ციხის თემატიკა ზოგადად ამაზე ჩემი ძვირფასი მაყურებელი გამეთანხმდა სწორედ ეს მონოლოგი დიდი პატივისცემით მინდა შემოვთავაზ გთხოვთ ჩართოთ პირი ბატონო მინისტრო გაზაფხულზე რესტორანში მკვლელობა რომ მოხდა ჩემი შვილი იმ საქმეში ურევია. ზაზა ნაკაშიძე. დიახ. თქვენი სახელი? ანა ნაკაშიძე. ქალბატონო ანა, მე მგონი სიტყვა ურევია, ეს ის სიტყვა არ არის, რომელიც თქვენ შვილს მიასადაგება. მართალს ბრძანებთ, შვილო. მაპატიეთ ასე რომ მოგმართავთ. რას ბრძანებთ? ჩემი შვილი უნებლიეთ იქ იყო. ყველა პატიმრის დედა ასე ამბობს, ქალბატონო. თქვენ უნდა გვენდოთ პატიოსან სიტყვაზე მე და ჩემ შვილს. მაშინ რა უყოთ იმ ამოწმესა და გამომძებლის ფაქტები დასაბუთებულ პატიოსან სიტყვას? მე მესმის თქვენი მდგომარეობა. მაგრამ ჩემი შვილი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის რომ მას ცალი მხრიდან უყუროთ. ან საღებავით წაშალოთ და ხელმეორედ დახატოთ. როგორ ბრძანეთ? ჩემი შვილი ფრესკა არ არის რომ მას ცალი მხრიდან უყუროთ. ადამიანს ქანდაკებასავით გარშემო უნდა შემოუვარო და იმ კუთხიდან უმზირო საიდანაც უკეთესად იმზირება. მართალი ბრძანდებით ქალბატონო, მაგრამ რესტორანში ჩადენილი მკვლელობა ხომ ხელოვნება არ არის და ციხე საგამოფენო დარბაზი. თუ ადამიანის აღზრდა ხელოვნებაა, მაშინ ადამიანსაც როგორც ხელოვნების ნიმუშს ისე უნდა უყურო. თქვენს გამომძიებელს გაგუას არ შეუძლია ჩემ შვილს გაუგოს. რატო? იმიტომ რომ მას კაცთ მოყარეობა
მოთფინება და გულისყური აკლია. რაღა დარჩა საწყალგაგუას? სისხლის სამართლის კოდექსი. მერე და ეგ ცოტაა? ცოტა. კაცთმოყვარეობის, გულისყურისა და მოთფინების გარეშე. თქვენ გონიათ საქმე სხვას რომ გადავცეთ, თქვენ შვილს რამე ეშველება? დარწმუნებული ვარ. პირველად ვხედავ საკუთარი შვილის სიმართლეში ასე დაჯერებულ დედას. ბატონო მინისტრო, შემახვედრეთ ჩემ შვილს. ეგ ყოველგვარ შეუძლებელია ქალბატონო ძიების დამთავრებამდე. მე მას მხოლოდ სიმართლეს ვათქვევინებ. შეუძლებელია. როგორც გამონაკლისი. ასეთ გამონაკლის ჩვენ არ უშვებთ ქალბატონო. მე მას ყველაფერს ვათქვევინებ. თქვენ გგონიათ? დარწმუნებული ვარ. თქვენ ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდით? მე თქვენს ადგილზე ყველა პატიმარს გაუშვებდი. ციხის ფანჯრებიდან თეთრ ბაირაღებს გადმოვკიდებდი. ალბათ იმიტომ არა ვარ თქვენს ადგილზე. შემახვედრეთ ჩემ შვილს. კარგით, ვეცდები შეგახვედროთ. ოღონდ იცოდეთ ქალბატონო, თუ თქვენი შვილი მართალი არ არის, ვერაფერს ვერ უშველე. გმადლობთ. მე სხვას არაფერს არ ვითხოვ. უღმესი მადლობა, ხოლო შემდეგი ვიდეო მასალებს მე თქვენ და შემოთხოვთ ეს არის ფილმის დასკვნითი ნაწილი, სადაც მიმდინარეობს დიალოგი ზაზა ნაკაშიძესა და ნინო ექიმის შორის. აი აქ უკვე სიყვარულის თემატიკაზე არის გამახვილებული ყურადღება, რომ აქ თვითონ რეჟისორი ხავს უსვამს სიყვარულის თემატიკას, რომ სიყვარული გახლავთ ვერტიკალური და თანასბრუნვადი და მას ზოგადად განზომილება არ გააჩნია და ადამიანს შეიძლება შეუყვარდეს ნარკომანი, ქურდი, ბანდიტი, კაცისკველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორედ აი ეს ნათელი დადასტურება გახლავთ ეს ბოლო დასკვნითი კადრები, ხოლო ფილმში ზედამხედველის ეპიზოდურ როლს თამაშობს მართალია ძალიან პატარა ეპიზოდური როლია შესანიშნავი მსახიობი იოსებ ქოიჩაშვილი, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავად თამაშობს, რომ მე ვფიქრობ აღთხოვანებას იწვევს ეს ერთი პატარა ეპიზოდური როლი ნაკაშიძეს შალი ასე რუსულ ენაზე ოძახის, რომ ის განთავისუფლებულია და ფილმის დასკვნით ნაწილში ამაღლებელი სცენა გახლავს ზაზა ნაკაშიძისა და მისი დედის შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ძირითადად მაღლობელი ცერმების გარეშე ვერ უყურებს, რასაკვირველია და ამაღლებული განწყობილებით მე ჩემ ძირითადად მაღლობელს მინდა დავემშვიდობო, მხიარული უქმეები გისურვოთ. უღმესი მადლობა ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე. ნაკაშიც. ის პატიმარი რა გვარია? რომელი? აი ეს ლექსი რომ წამიკითხა. არ ვიცი. რა ქვი? არ ვიცი. საცხოვრობს. არ ვიცი. ცოლი ხომ არ ყავს? არ ვიცი, არ ვიცი. თვალებში მიყური ნაკაშიძე. შენ ყველაფერი იცი. თქვი ნაკაშიძე დედას და სიყვარულს გაფიცე. ევდარიანი ლიმონა, კაკო. ყავს გათხოვილი და დედა ელოდება ქვრივის სახლში. ცხოვრობს თბილისში, მთაწმინდაზე. არსენას ქუჩაზე 15 ნომერში. მადლობთ ნაკაშიძე. ურდია. მადლობთ ნაკაშიძე. საცოლეც ყავს. მადლობთ ნაკაშიძე. მოიცა ნუნუ ექიმო. დაი ნაკაშიძე. მე და ლიმონა მისი სასამართლოს წინადღით კი არა, წინაღამით. მთელი ღამე თეთრად გავათენე. რატომ არ გძინავს მეთქი ლიმონა შევეკითხე. მე რა ლიმონა. ნუნუ ექიმი მიყვარს, ასე მითხრა. მადლობთ ნაკაშიძე. კარგი ბიჭი ხარ. Nagashidze! 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 Say something!